დილამშვიდობის, მოგესალმებით, მე და მარიკო. მზიანი თბილისიდან პრინციპში ვერ ვიტყვი რომ არ არის მზე. როგორ ხართ? დილის რუტინას თუ დავარქმევთ, უკვე ჩატარებული მე მომიწია ბაღში გადმოსვლა, იმიტომ რომ დედა წასულია დასაფლავებაზე, ემიგრანტი გადმოსვენეს და მოკლედ წავიდნენ ქალბატონები დაკრძალვა ასე რომ მე მომიწია მოკლედ მე როგორი კარგი მზეა ნახეთ. მამაჩემ მითხრა მანქანით გადავიყვანოთ და მე არ ამეთქვა შეიჭირი მე ხო ისიც მე მამაჩემის მანქანაში დიდად ვერ ვჯდები და თან მიჩვენია ხოლმე რომ ფეხით ვიარო და ენერგია დავხარჯო რა. ამიტომ დავიდით. მოვედით დედიკოს გოგოს ბაღში მოვედით. მე დედა მალიტონა წამოდიდე. ტივი არ უნდა შეიძინოთ სამწუხაროდ ჩემი გამოცდილებით. აი ეს რომელსაც ზედაქვს განათება, რატომ გეტყვით? აი ეს სადაც მაგრდება გენაცვალეთ ტელეფონი, ვერ იჭერს და ხანი გვარდება, ხანა გვარდება ის თავი, გინდა დაუჭირე, გინდა გადამოუჭირე, აგერ კი ხედავთ თოკებით მოქვს დაბმული და ძალიან გამაწვალა, ანუ აი ისეთ დისკომფორტს მიქნის ეს შტატივი, რომ არ ვიცი, ძალიან ნერვები მეშლება, ამიტომ ახლა უნდა წავიდე და რაღაცები ვნახო, შევერცერფერ ვიპოვო, იმიტომ ნახა ლუკაში ხა ეგრე დიდად არ იყიდება, მაგრამ მაინც ასე ვთქვათ გავივლი, ხო, გასაღები, კარგი ჩავკეტოთ, ჩანთამი გვაქვს. აი მე ფეხზე ჩავიცმევ, მოდი ტელევიზორი გავთიშოთ. ნამყოფი ჩვენთან არის მეტროსთან და ერთი დედას უნდა მოკიდახი და ჩამოვცუცულდე. ყავა არა და ყავა დავლიოთ ერთი დღე. მოდი აქ სადღაც შენი აქსესუარების მაღაზიაა გაყოლებაზე და აქაც ვიკითხოთ. მაგრამ აქაც როგორც ვთქვი განათებით არის შტატივი. ჩემი საოცნებო კორპუსი რო არის ხო იცით აქვე მეტროსთან და ძალიან რომ მომწონს და გიჟდები და ვაფრენ. 58 კვადრატიანი აქვთ დარჩენილი და მოდი გავიქცეთ გადავიდეთ. თვეშია შესატანი $1500. საკმაოდ მაღალია. როგორც ხედავთ, სასწაული ამინდია, აი გიჟდები ძალიან მომწონს ძალიან. შენი დიეტაზე ლაპარაკი ტვინი წაიღო, მაგრამ მაინც კი გიყურებო. ძალიან გთხოვთ ხალხო რა ძალა გადგიათ. ვინმე მომიხსენით, ჯერ სადამნახეთ სულ დიეტაზე ვსაუბრობდე. მერე თუ ვსაუბრობ, რატო იტანჯები, კაცო? მე მივხვდი, ჩვენ გვიყვარს თავის ტანჯვა. ანუ ზოგადად ადამიანებს გვიყვარს თავის ტანჯვა და რა ვიცი, თვალს ძალიან გინდა დაიტანჯი ხალხო. რა გითხრათ? მე მაგათაც ვიც არ მინდა. აი არ არსებობს 5 წუთიც არ ვუყურებ, კი არა, 1 წუთიც არ ვუყურებ. ანუ რა ვიცი. ვიჭერთ თითს მარჯვენას ან მარცხენას სულ ერთია და დაბლიდან მაღლა ასე ვაკეთებთ. ესე. ანუ სკროლავთ. დავწყოთ. მოკლედ. სხვათა შორის ეს პაწაწინა შტატივის ადგილას მიდევს, რომ ეს რაღაცა ბიუსხალტერი არ მომწონს ამ იმაზე. კარგი. მოკლედ. რა ვიყიდეთ? დავათვალიეროთ, გასწრებები არ არის, მაგრამ თან შევალაგოთ, მოდი. ქართლის ფილე, რომელიც ორნაბიჯში ახლა არის ფაზაკლებაში, გოგოებო, რა ვიცი, ვინც არ იცით, მოკლედ, ღირდა 6 ლარი. ამიტომ შევდოთ. სიმაღლე გითხრათ, ფილეს მე ძალიან კარგად ვიყენებ. მინდა რომ ახლა მომავალში ქართლის სალათი გავაკეთო. კიდე კი მქონდა ცოტა, მაგრამ ნუ ესეც ვიყიდე ბარე. ვიყიდე 2 მაწონი სხვადასხვა
ამას მარიკო ძალიან კარგად მიირთმევს და ესეც იყოს. ეს ორი და რაღაც ღირს კი იცით ხა თქვენს. სად რა შევდო აღარ ვიცი, რაღაცა ძალიან მირეულია აქაურობა, მაცივარს გულის ხმობ და რატო არ ვიცი და ძალიან მეშლება ეხლა უკვე ნერვები რა. ვერ ვიტან აი ეს რომ შეყრიან რაღაცებს. მოიცათ ერთ წუთი ხმოვა. ახალავე დაგიბრუნდებით. აი მე ძალიან არ მომწონს ეს ნუ რა გავაკეთო. თან ძალიან. მოიცათ გოგოებო გამოვიცვალო ესზე და რაღაც არავიზუალურად გამოიყურება კამერაში. გავაგრძელოთ. მოკლედ გოგოებო 2+2 ბარათით ქულებით ოღონდ ამაზე არის ფაზაკლება 5 და 60 ღირდა, თუ 5 და 80 არ მახსოვს, 10 და რაღაცის ნაცვლად. ეს არის მოხარშული შესაწვავი, რომელიც არის იმას ცოტა მაღალი კალორია აქვს, ეს არის 212 და 5 და იმას ჰქონდა 220, ამიტომ ჩემთვის ყველა იმას აქვს მნიშვნელობა, ამიტომ გადავწყვიტე რომ ეს შემეძინა. 2 და 45 თუ რაღაც კილკას რო ეძახიან თევზის კონსერვი, არ ვიცი რა მოკეთ ქართულად მომეშველეთ. ეგ ვიყიდე. ხანდახან მიირთმევენ ხოლმე და ამიტომ რა ვიცი წამოვახუხიალე ბარემ. ეხლა რო გითხრათ რომ ვიმე დედა ავაზი ჭკუა ეკეტებათ ჩემს სახლში მოგატყუებთ, მაგრამ ხანდახან მიირთმევენ და ამიტომ გადავწყვიტე მაინც მეყიდა. 2 ყავა. ჩემთვის არ მინდა ოღონდ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ასევე ერთჯერადი სუპები 2 ცალი. 59 ღირდა, ხო ეს ღირდა 55. ლარი იოგურტი, სულ მწერთ ხოლმე რომ უკეთესი იოგურტებიაო და ის უფრო კარგიაო და ისაჭამეო მარიამს და ხალხო არ მიირთმევს, ანუ აი ძალიან ბევრნაირი მოვსინჯეთ და ერთი მოეწონა რაღაცა ის ოღონდ მუდმივად არ მიირთმევს რა იშვიათად, სადღაც 6 ლარამდე ღირს ის სხვათა შორის და ევრო 9 ღირს საბერძნეთში, ანუ იმათ ფულზე აი მართლა უდაბლესი ფასია მაგ იოგურტის, უდაბლესი იმათ ფულზე. ხა ჩვენთან ლარია იმათთან ევრო ხო? ლარი 9, ეს არის ქართული კეჩუპი. 3 და რაღაც თუ ხო რაღაც ეგრე დაახლოებით ეს ძეხვი. ამას სხვათა შორის 67 კალორია აქვს, საკმაოდ მაღალია, მე დაგიხრათ 1 ლარი ეს მაკარონი, ასევე ლარი. მარილი ვიყიდე, სად არის კაცო? სად არის მეორე მარილი? მარილი ვიყიდე 2 ცალი. შაქარი 2. და კიდე მინდოდა და მე დავაკვირდი რომ ქულებით ყოფილა დაბალი ფასი და არა უბრალოდ ფასდაკლების 2+2 და ამიტომ კიდე მომქონდა და დავტოვე ისინი, რომ რამდენი ქულები აღარ მქონდა. ასევე ციციბურა იყო ფასდაკლებაში და 2 ცალი ბარემ წამოვიღე. გადავალაგოთ ასე. ვაფლიღი და მგონი ლარი და 40 თუ რაღაც არ მახსოვს ზუსტად აი ეს და წამოვიღე. აი ესენც ერთად დავალაგოთ, იმიტომ ისენ ცალკე ჩავდო. ლარი და რაღაც არ მახსოვს ზუსტად. ლარი და 20 მგონი თუ ლარი და 30. ხო ეს ვიყიდე მათეთრებელია, რადგან მე ძალიან ბევრი თეთრი პერანგი მაქვს, აშკარად ძალიან მესაჭიროება და ამიტომ ვიყიდე. თბილი ვიყიდე ფაზაკლებით და ის იყო უკვე გავხსენი, გამოვიყენე. წვენები 2 ლარი. ალუპის. ეს რაც შეეხება პროდუქტებს.
ხო, საქონლის და ღორის ხორცი ვიყიდე და იქვე გავატარებინე და მოკლედ უკვე მაცივარში შევაგდე და ფარში გავამზადე, აგერ მიდევს. ხინკალი უნდა მოვახვიო უცებ. გასეყინათ და მაგისთვის მოვიტანე, მაგრამ მაგდენი არ მინდო და ტოლმა მინდა გავაკეთო მერე და მაგისთვის მოკლედ გადავინახე, ესე რომ ვთქვა. ხო, ეს რაც შეეხება აი ამ პროდუქტებს. ამ პროდუქტებში მწვანილის და ფარშის გარეშე საუბრობ. გადავიხადე დაახლოებით 55 ლარა 51 თუ 55 მოიცათ ბოდიში 50 და 61 თეთრი გადამიხდი ამაში. ხო, ეხა რაც შეეხება გოგოებო, იმას რა ქვია, ავერსში ვიყავი. ავერში ქულები მე არ ვიცოდი და განულებულად ამაზე ერთი ამბავი რომ რატო არ გავაგებინეს მომხმარებლებს, მე ვფიქრობ რომ ყველაფერს რომ მესიჯებს აშანშვალებენ, ნამდვილად შეეძლოთ რომ SMS-ის სახით შეეტყობინებიან. არც მე არ მომსვლეში, ვიღაცას მიუვიდა, ვერ გეტყვით. უბრალოდ ძალიან არ გადავირიე, იმიტომ რომ ნუ არ მქონდა ბევრი ქულები და აღარ ვიდარდე მაგაზე რა. თუმცა ვიყიდე პროდუქტები, რომელიც ვთვლი რომ ყოველ შემთხვევაში ცუდი არ არის, არ ვიცი სხვაგან შესაძლოა უკეთესი ფასი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ზოგზე იყო 50%, ზოგზე 40% და გადავწყვიტე რომ ავერში მეყიდა. ой, რაღაცა ნარინჯის ფერებში მეყიდია ყველაფერი. ხო, ამას რაც შეეხება, ეხლა რა ვიყიდეთ? ой, აქ არ წერია რა ვიყიდეთ. ეს ის წამალია, მოიცათ გოგოებო. ფასდაკლება, მტრედი ბარათი, სულ დაგროვილი ეს არ გვინდა. ჭელიძეთ, ხო, არა, ეს არ მინდა. კი, კაცო, აგერ ზოგზე მითითებული კი არის, იმართლა გითხრათ და ზოგზე არ არის, არ ვიცი რატო. ხო, მოკლედ, ხა რა არის და რა ხდება აქ. ეს გახლავთ მზის დამცავი. იმიტომ რომ თქვენ ხო იცით მე მზის დამცავი მაქვს, მაგრამ გრძნობ რომ ისეთი შედეგი, აი კარგი შედეგი აღარ აქვს და ვუდრო ვუთხარ სხვათა შორის იმ გოგონა მითხრა რომ კანი რომ მიეჩვევა, აი ერთს რო დაცლი ან შესაძლოა სანამ დაცლი უკვე ძალიან მიეჩვია კანი და უკვე უნდა შეცვალო. ამიტომ მოუწია შეცვლა. ეხლა რაც არის იმას გამოვიყენებ, ცოტა დამრჩა. თვალისებრი წასასმელი მაქვს კიდევ კარგად, ცოტა დიდხანს მეყოფა, მაგრამ მალე გამთავდება უკვე მზის დამცავი და იმას გამოვცვლი. უკვე დიდად ეფექტს ვეღარ ხედავ, რასაც აი თავიდან რაღაც სხვანაირი სახე მქონდა და აღარ მაქვს ახლა ესეთი, იმიტომ რომ უკვე მიეჩვია და ეფექტი ნაკლებად აქვს და იგივე მითხრა იმ გოგონამ, ამიტომ ვიყიდი აი ეს კონკრეტული მზის დამცავი, რომელიც მირჩიეს და 4 ტიპის სხივისაგან იცავს მზისგან დამცავი სისტემის ამცირებს ინფრაწითელი რადიაციის ნეგატიურ ეფექტებს, რაც იწვევს კანის გაღიზიანებას. ინოვაციური ფილტრების კომპლექსი უზრუნველყოფს ეფექტურ და ხანგრძლივ დაცვას. ანუ სახლიდან სანამ გახვალთ 15 წუთით ადრე უნდა დაიტანოთო და თუ ძალიან დიდ მზეში მოხვდითო, შეეცადეთო რომ 2 საათში ერთხელ კიდევ განაახლოთო, მაგრამ ახლა მე სამსახურში მივდივარ და მზის დამცავიდან კიდე რომ ის მაქვს, ვთქვათ, მაკიაჟი დატანილი, ვერანაირ ვერ განვაახლებ, მაგრამ ნუ ზოგადად ახლა არის მითითებული. ოფიციალური დისტრიბუტორი არის საქართველო. მოკლედ, ნახოთ. ეს ღირდა 40 ლარი დაახლოებით, მაგრამ თუ 42 არ მახსოვს რაღაც ეგრე ღირდა, მაგრამ ფასდაკლება ქონდათ 40%-იანი ხორცდები და რაღაცა 18%-იანი. მოკლედ 20 ლარი გადავიხადე რა. ამ ხელარი ვერ ვიტყვი რომ ძალიან პაწაწუნა, ეხა არის დიდია, სტანდარტულია, როგორც მითხრეს. სუნი საერთოდ არ აქვს მინდა გითხრათ, არ ვიცი აქ ვერ გრძნობ და რო წავისმევ, არ ვიცი. 50 მით ამცირებს, ანუ მზისგან დამცავი.
კარგი. ფიქრობ, რომ კარგი ფაზაკლება გქონდათ და ძალიან საჭირო ამბავია მოკლედ. ეს რო ვიყიდე, ეს მინდა, ანუ რავი, რაც მინდა ეხლა ეს. ამხელა 5 ადგილი სადღა მაქვს. ჩემი ადგილი აღარ არის ამ სახლში. შემდეგ ეს გახლავთ პროდუქტი, რომელიც იცავს თვალის ირგვლივ ნორევა. სხვადასხვანაირები იყო, ძალიან ბევრნაირი იყო გოგოებო, ძალიან ბევრი ფასი, 75, 115, აი და ეს ფაზაკლებაშია და ამაშიც 20 ლარი არა, ვიწუხით. მოკლედ, ნახეთ მზის დამცავში და აი ამაში გადავიხადე 44 ლარი. 44 ლარი გადავიხადე. ეს არის თვალის ირგვლივ წასასმელი, იმიტომ რომ იმის ეფექტიც უკვე აღარ მომწონს დიდად, იმიტომ რომ მიეჩვიაო და გამოცვალს ესე საჭიროებს, რომ იგივე დამიდასტურეს. შავი წრეების საწინააღმდეგო თვალის კრემი 10 მილიგრამ, ხო ეს არ გვინდა, კვების და ატენიანებს თვალის ქვედა არეს, მასში შემავალი სხვადასხვა აქტიური ინგრედიენტების საშუალებით. ჰიალურონის მჟავა, C ვიტამინი ანიჭებს კანის ელასტიურობას და ამცირებს შავ წერტილებს. გამოიყენება თვალის კონტურის მიდამოში დილით. წარმოებელი კომპანია ნუ რაღაცა არის საფრანგეთი, ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოს ავერსი ფარმა. აი ესეთი პეწეც უნდა გახლავთ. თუმცა ეს დიდი და ჭარბი რაოდენობით არც უნდა წავისვათ, ამიტომ ნუ დიდხანს მეყოფა, ის მეორე უფრო დიდია, ამაზე თუ არ ვცდები, სავარაუდოდ. მოდი ეს ჯერჯერობით აქ იყოს, მე არა მერიოს და ვერ გავიგებ მერე რა არის და მოკლედ უბედურება მჭირს ხოლმე. ხო, ეს გვჭირდება აუცილებლად. ასევე ვიყიდე ჯაგრისი, რომელსაც ჰქონდა ფაზდაკლება და გადავიხადე 8 ლარი და 51 თეთრი. მოიცა 8 ლარი რატო ფაზაკლებაში ხო იყო და ნახეთ 10 და 64 ღირდა და 8 და 51 მოუწია, ხო? ანუ აი ეს ჯაგრისი ვიყიდე. აუცილებლად კვილი მაქვს დასაპლომბი და უკვე მაწუხებს უნდა დავიპლომბო და ნუ რა თქმა უნდა ყოველი პროცედურის მერე იწმენთ თუ იპლომბავ თუ რასაჩვრები აუცილებელია ჯაგრისის შეცვლა, ამიტომ ეს მაგისთვის ბარემ გამოვაყოლე ხელს იქ ვიყავი. ასევე ვიყიდე თაბრუსხოვის საწინააღმდეგო, თქვენ იცით რომ მე მუდმივ თაბრუსხოვაში უბრალოდ ვცხოვრობ. ანუ აი რა ვიცი როგორ ვცხოვრობ ვერ გეტყვით, მაგრამ ვცხოვრობ. 2-4-6-8-10-ია და 10-ი გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ 5 დღის, დღეში 2 აბი უნდა მივიყო და დავაკვირდი, აი მაგალითად თავიდან დავლევ 2-ს და მე 1-ზე გადავალ და ვნახავ თაბრუსხოვი როგორ მექნება და თუ იმ 1-ზეც ეფექტი მომცა მეორეს აღარ დავლევ, იმიტომ რომ რეალურად ანუ საკმაოდ ძვირი ყის რა და ამიტომ რა ვიცი ჯობია რომ ანუ ბლესტარი 5 დღის გახლავთ 8 ლარი და 51 თეთრის. 5 დღის, ანუ ეხლა ხო ხვდებით 5 დღის წამაში 8 და 51-ს რო ვაძლევ, ბევრია. ანუ რეგულარულად როსო ბევრია რა. მაგრამ მიმგონა მითხრა რომ უფრო ძირითადად სისხლძარღვების არევდარევა არის ხოლმე თაბრუსხოვის მიზეზი ერთ-ერთი და რა თქმა უნდა მემალების ჩაბრუნება რომ აქ სისხლძარღვები აქ არის და ზუსტად ვიცი რომ მაგისი ბრალია და მითხრა რომ ამის დასასტაბილურებელი სისხლძარღვების მოსაწესრიგებელი არის კიდევ წამალი რომელიც ღირს 35 ლარამდე და სიმართლე გითხრათ ესენი უკვე ნაყიდი მქონდა თორე იმას ვიყიდდი, იმიტომ რომ მერჩივნა რა თქმა უნდა სისხლძარღვების პრობლემა ცოტა მომეგვარებინა, ვიდრე ეხლა მზის დამცავი მიყიდა. ჩემს შემთხვევაში რა პრობლემაც ამ წამს ეხლა მე მაქვს თაბრუსხოვები. თორე რა თქმა უნდა ეხლა მზის დამცავი რო აუცილებელია და კარგია ვიცით, მაგრამ ჯობდა რომ ის მეყიდა უბრალოდ ეს უკვე ნაყიდი მქონდა.
და ის ფასდაკლებით ღირდა მაგდენი, ანუ 35 ლარამდე. ხო, მოკეთ ეს არის რაც შევიძინე. ყველაფერი ვიყაროთ ნაკავში. ვუალა. საქონლის ხორცი ვიყიდე ღორის იყო 10 ლარი და საქონელი 15 რა, ესე ვიყიდე მოკლედ ცოტა რომ იმას ვქნა. თუმცა ხა იქ ბრინჯი დათოს რაღაცა უნდა გავურიო, ძალიან ცოტას აღარ გამოვა რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ ესე რა ვთქვათ. დედა საერთოდ წინააღმდეგია პირდაპირ ფარშის ყიდვის, ანუ იცენტრება მაგაზე რომ ვეუბნები რომ პირდაპირ ფარში უნდა სასტიკი წინააღმდეგია, არ ვიცი ფიქრაურებია, არის ყიდო და ასე შემდეგ და გადავწყლიდე რომ ბენდო და დაგუჯერო. ეგ ისედაც ხადია, ეხლა კაცმა არ იცის რას ატარებენ შიგნით. რას ატარებენ რა, უფრო ეხლა ამბობენ რომ უფრო ხონი და რაღაცა ეგრე ტარდებაო და რამდენად მართალია, ოღონდ ეგ არ ვიცი, ვერ გეტყვით. ფარში რა თქმა უნდა ბევრად დაბალი ფასია ვიდრე ეხა ესე რომ ვიყიდე მე. თუმცა ერთი პლუსი რა აქვს მე თქვენ გეტყვით. ეხლა ეს არის ხინკლის, ცოტა ხინკლისთვის მინდა, ბევრი არ მინდა, თუმცა საკმაოდ ბევრი გამოვაშკარად. და ერთი ჭიქა წყალი დავასხე ხალხო და უკვე შრალია, ანუ აი შრალი. ეხლა ეს აუცილებლად ითხოვს კიდე წყალს, აი აუცილებლად. მე ზოგადად მიყვარს ეხლა ამბობენ რომ თქვა თვითონ გამოიღებს წვენს, ეხლა გასაგებია თვითონ გამოიღებს, თვითონ ხორცი ცხიმიანი თუ არა და პლუს ხალხს ურევ იმას რომ ყველაფერი ერთად გამოაქვს წვენი, მაგრამ მე ძალიან მიყვარს წყალსაც რომ ვამატებ, იმიტომ რომ საბოლოოდ მე წვენად გადაიქცევა რა თქმა უნდა. და რა ვიცი, ძალიან მიყვარს და ხშირად ვიყენებ, ანუ დავასხავ. არ ვიცი ჩემს სახლში რა მოხდა და ამდენი ჭურჭელი და ჯანდაბამ დააგროვა, ჯერ ახლა გავიგუძე, არც მიჭამია ხალხო. ახლა გავიგუძე რა, ნუ ზოგადად ვიძახი. არც მიჭამია და რა ჯანდაბამ დააგროვა ამდენი, აი მართლა რა აგროვებს ამდენი ჭურჭელს, შოკში ვარ. ხო და ახლა ამას დავდგამ ცოტა ხანი. ცომი მოზელილი მაქვს და მაცივარში ისვენებს და კიდევ ორჯერ უნდა ჩავზილო აუცილებლად. და მე პრინციპში მარიკოს მოყვანის დროც მოვა და მე გავაკეთებ ამას, აი არ ვიცი ხო რა. საკმაოდ ცხიმიანია სხვათა შორის. ეს არის მხოლოდ საქონელი, გოგოებო, ღორის ხორცი არ მაქვს გარეული, იმიტომ რომ საქონელი არის 60 კალორია ხინკალი. და როცა ღორიც ურევია, უკვე არის 98 კალორია 100 გრამი. ამიტომ გადავწყვიტე რომ ჩემთვის ესე გავემზადო ხოლმე და მხოლოდ თქვა საქონლით გავაკეთო რა და არ გავურიო, ასე ვთქვა. გამომადგა ეს შტატი, ვიცით, იმაზე მივაყუტე, რა ქვია, სამზარეულოს სკამზე და გადასარევად მიეპუტა. მიკროფონი მინდა აუცილებლად, აი ის რო არის, მაგრამ ძვირია, მე მგონი, არ ვიცი, გოგომ თქვა რომ რაღაცა ძვირიაო, ეგო მე მგონი უნდა შემოვიტანოთ თუ აი არ ვიცი რა. მე როგორც ვიცი, ახმეტელზეა დიდი მაღაზია ამ აქსესუარების და არ ვიცი, შევა გავიდე, მაგრამ შევა აღარც გავიდე, არ ვიცი, ნახოთ. იმიტომ რომ კიდე რო შტატები მოვიტანო, სახში შევა დამახჩონ. თუმცა ონლაინ ვეძებ, მაგრამ ონლაინ ვეღარ ვენდობი, ხალხო, რაც გამოვიწერე ახლა შტატივები, არაფერი არ მომწონს. ზოგი ყანყალებს, ზოგს აი უყანყალებს და მოკლედ რა, ძალიან ვარ ნაწყენი და გაბრაზებული და მოკლედ. აი მე იმდენად მაგრად იწოვს ხალხო ამ წყალს გაგიჟდებით, აი ეს ფარში იმდენად და იმას რო ყიდულობ პირდაპირ ფარს ასე კარგად არ იწოვს რა, აი ხო ვაკვირდები ახლა, რაც დედა ჩამოვიდა მე ფარში აღარ შემიძენია, იმიტომ რომ გიჟდება. არაო. ჯობიაო რომ ცოტა ძვირი დაგიჟდესო და დაინახო რა საჭიროებინებ და როგორ ვიდრე ფარში უკვე გაკეთებული როაო. ხო და ნუ კაი. კაი, მე უთხარი დაწყდები. ხო, ეს ყველაფერი ხონა ავაროთ. აუცილებლად, თორე ძალიან მირიალებულები ვართ. მე რო ზოგადად უდედილესი იმით გამოვირჩევი, რა ქვია, იბლიცი დედით თუ რა ვიცი ხა რაც გინდა დაარქვით, ძალიან ცნობილი ფაქტია ეხა ეგ რა.
მოდი თან ჭურჭელი დავრეცხოთ, ჭრიალი ცოტა შეგაწუხოთ, მაგრამ მოგიყვებით, მოკლედ რა ხდება. მოვდიო, არ ვარ კმაყოფილი, ბედნიერი, რაღაცები შევიწინე, ხასიათზე მოვედი, ეხლა ისიც არ ვიყავი ხასიათზე, მაგრამ ანუ უფრო მეტად მოვედი, ხო ხდება? აი შოპინგის მერე რო გჭირს ხოლმე ადამიანს რაღაცა რაც მინდოდა ის თვალის თუ ფეხის თუ რა დავიყიდე. ხო და მოვღინებ ეხლა და მოვახოხიალებ ამ ორ ჩანთას. და გამახსენდა რომ მწვანილი არ მქონდა და მეთქი ვიფიქრე რომ ერთი რამდენიმე თავხახს ვიყიდით ხო, რომ ხახო ისედაც მაქვს სახში და მივამატებთქო რა. მე მიფუჭდება სიმართლე გითხრათ და ბევრ რაოდენობას ესე არასდროს არ მყიდულობ ხოლმე რა მიფუჭდება მალე რა და ვიხართ იმისა რომ ხახს ჩვენ უხვად ვიყენებთ ოჯახში მაინც შემიძლია თქვა რომ ძალიან მალე მიფუჭდება რა ხო და მყიდულობ ხა ისეც რომ გაძლოს მაგრამ ნუ არ აქვს მნიშვნელობა ეხლა მივედი ქალბატონთან რომელთან ძალიან ხშირად ვყიდულობ ისედაც და გამარჯობა ხახვი მინდა ამდენი და მწვანილი მინდა თქვა მაგრამ აუ შეგიძლიათ მეთქი რომ მაჩვენოთ აი მოკლე ღერო რო აქ ეგ მინდა მეთქი და ვერ ვარჩევთ ხო ამ ხალს როუბნები ჩემ და სამწუხაროდ მწვანილს ვერ ვარჩევ ნუ ეს არის ჩემი გინდა ტკივილი დაუძახეთ ახლა და გინდა მინუსი და გინდა პლუსი რა ვერაც გინდათ მაგრამ ნუ ეგრეა ვერ ვარჩევ რა ანუ ვიზუალურად თუ ახლოდან არის ხვდები რომელია თუ არა და უნდა მომაწოდო და დავყნოსო ანუ სხვანაირად ვერ წავიღებ რავე კამას კი ბატონო სხვას ვერ ვცნობ ნუ ხა ხაში გულისხმობ კინცი ოხრახუშ და ისტორია ხა ტახუნას და იმებს კი ვცნობ მწვანე ხალხს და რაღაც ხო და სახე ცოტა აერი ამ ხალხს შევატყე რა და ის არისო რომ მომაწოდა უი ეს არ არის მეთქი და შეგძეთ ის მეორე მომცეთ ხო ნუ გასაგები ხო რომელი მინდოდა და ეს მეუბნება როგორ ვერ ცნობო ესე და მე და მორიდებით ხო აი რა ვიცი მეთქი რატომღაც ვერასოდეს ვერ დავიმახსოვრეთ ხო კი ვიმახსოვრებ რომ ეს არის და მაგრამ ვერ მეთქი თუ არ დავყნოსე ან თუ ახლოდან არ დავინახეთ ხო ახლოს არ ედოდ ამიტომ ვერ დავინახე მეთქი სამწუხაროდ ვერ ვცნობ მწვანილს ხო რა ამ ხალმა იქ ჩამიტარა თუ ასო ოჯახის გოგო ხარო ეგო როგორ არ უნდა იცოდეო ახლაო მაგისი გარჩევაო ეს ქალბატონი ნუ აშკარად მეგრელია იმიტომ რომ კილოზე აი მე ბოდიში კილოზე ხა გასაგებია რომ მეგრელია ხო იცით მაინც დამახასიათებელი ეს აქვს რა ქვია კილო ხა ვისაც ქონიათ მეგრელებთან ურთიერთობა ისინი გამიგებთ რას ვამბობ ხო და ის არისო როგორ არიციო და თან რაზე ამომასხა რომ ანუ ოჯახის ქალობა და დიასახლისიო თუ ხარო და ამაზეო ის გაქო ეგო როგორ არ უნდა იცოდეო და ანუ აღარ დაასრულა ხვდებით და აი მაგან შემაწუხა რომ კაი თქვი გავიგე გავიღიმე გავატარე ხა ანუ რამდენ ხანს უნდა მელაპარაკო მაგ თემაზე ხო არ იცი ანუ რამდენ ხანს ყველაფერს თავისი ისა აქვს ხო და ხო მე კიდე ჩემსაც ვაწუები ხა ხო რა ვიცი რა ესე რა და რო აღარ გაჩერდა და მე ამომასხა უკვე შევატყე რომ ძალიან ამომასხა მეთქი ისო რაც არ უნდა ხო რაზე ამომასხა კიდე რაც არ უნდა განათლება გქონდესო ხალსო თუ ის არის ისო ხა კინძი როგორ განასხვავოსო და პეტრუშკა განასხვავოს ანუ ამაზე ამომასხა ესე ვდგავარ არანაირი აგრესია არაფერი ხიმილით ვეუბნები რომ თან მილაგებს სელოფანში მწვანილს აი მამა ესე შეგაწუხათ მეთქი ესე გაღიმებულად რო გაიქნია ეს სელოფანი მწვანილი ხახვიანი არაფრის ღირსი თქვენ არ ახართ რომ მოიფრიალა
კაცმა თქვენ არაფერი არ უნდა მოგყიდოთო, ვითომ განათლებულებო, თბილისელებო, ესე ყვირიდან ესე შვება. ვითომ თბილისელები რო ხართო და დიასახლისობა ვითომო და ის ვერ გაგირჩევიათო კი. ვაიმე ხალხო, იმან დრამა დადგა და მიამომას ხარ. იმან დრამა დადგა, ეგეთი რავი არ მინახავს. ეგეთი წყობიდან გამოსული ადამიანი მწვანილის გამო არ მინახავს, გეუბნებით რა. ან საერთოდ რო ვერ ვარჩევდე, ვინ ჩემი ფეხები ხარ, აეგრე რომ ელაპარაკები. ვინც გინდა იყავი, რამდენი წესაც გინდა იყავი, საიდანაც გინდა იქნე ჩამოსული იყავი, ჩემთვის სულ ერთია. რატო აჭარბებ, აი ამ ზღვარს, რაც არის მომხმარებელი და აი რატო, ვინ გკითხავს შენ? რო ეხა მე ჩემი განათლება თუ ქალმა ეგ როგორ არიცი თუ ყველამ ჩემი რგლი იცის რომ მე მწვანილის პრობლემა მაქვს. თუ არ დავსუნე და ის ნუ ვერ ვიგებ რა რომელია ეს ქინძი და ის. ხო და კონცერტებიჩი ვამ დამშვიდით ქალბატონო მეთქეს რა ქცევაა თქვა ძალიან არ მესიამოვნახ მაგისი ის და კიდე ყვირიზეს თან ეს ხო თქვა თან თბილისელები რო არიანო და ის არიციანო და ვაიმე მე ქალბატონო რატო უზრდელობ თქო უზრდელობაში გადაუვიდა გესმით ის კიოდა და მოწყობიდან იყო და ეზო ვითომ ძალი თბილისელებიო და ვითომ განათლება რო აქვთო და თან ეს აი იმის ღირსი ხართ აეგეთები საიდანაც ჩამოეთრიეთ უკან წაგათრიონ და დაგსვან და გადაგიკეტონ თბილისის გზა რა გინდა რას მერჩი რა დაგიშავე გარდა იმისა რომ მწვანეს ვერ ვარჩევ რატომ აყენებ შეურაცხყოფას ან ჩემ განათლებას რატო აყენებ შეურაცხყოფას ან ვინ მიგდიხარ საერთოდ შეურაცხყოფას რომ აყენებ მე როცა არაფერი დამიშავებია შენთვის აი ძალიან გაუბრაზდი აი ისე გაუბრაზდი რომ მეთქი ახლა ეს რო ასაკიანი არ იყოს დაიჭი არც ის ასაკიანი მაგრამ ნუ ჩემზე ბეროდ უფროს მეთქი ხა დაიჭირეს მწვანილის გამოგლიჯე ხე ნუ ურთხი ის ხახვი თავში ხალხო უზრდელები ხართ ეს არის უზრდელობა არც თქვენი საქმე არა მე მწვანის ვარჩევ თუ არ ვარჩევ გიხდი ფულს და გთხოვე ანუ ეგ გამაგიჟე რომ გთხოვე ხალხო ნუ თუ შეიძლება მეთქი რომ ვნახავ თქო რა ანუ ვინ ხარ ეხა შე რომ ჩემი ოჯახის ქალობას ეხები თუ თბილისელობას თუ განათლებას თუ აი მარტო მწვანილის გარჩევა რო გგონიათ ხალხო ყველაფერი და ის ცხოვრება იმიტომ ვართ უკაცრავად ნიხში ხვალამდე ნუ რადგან ძალიან მეჩქარებოდა ვერ დავიკვეხნი ჩემი ცომით იმიტომ რომ ცომს არ უყვარს ეგეთი სიჩქარე რა სიჩქარითაც მემოზილი და შესაბამისად იყო რბილი მაგრამ პლუსი ანუ რაც აქვს არის ის რომ
მიუხედავად იმისა, რომ რბილი იყო ცომი, სატესტოდ ჩავყარე რამდენიმე, რომ ვნახოთ ხო თუ რეგრევში წყალში დავშლიდი, თქვათ ამ ხინკალს და აღარ გავაკეთებდი კაცო და სხვა ცომს მომამზადებდი, ამოყვრიდი, მხურცი ყوار გადავყრიდი. არც ერთი არ ჩაშლილა, აი ხა ვუყურებ, სადღაც ერთ წუთში უკონდა ამოვყარო და არც ერთი საბედნიეროდ არ ჩაშლილა. ძალიან ბევრია სხვათაშორის, რომელიც რბილ ცომს აკეთებს ხინკლისთვის და არ ეშლებოდ. მაგალითად, ჩემი ბიძაშვილი ამბობს ხოლმე ხშირად, რომ მე რბილს ვაკეთებო და არ ეშლებაო. გააჩნია ხო რა, მე უფრო მყარი მიყვარს ბევრად და პრიალა, მაგრამ სამწუხაროდ როცა ძალიან მიჩქარება, მაგალითად როგორც დღეს მოხდა, არ გამომივიდა ისეთი კაი ცომი, როგორც მე მინდოდა, მაგრამ ნუ საბედნიეროდ არაფერს არ ჩაიშალა. ასე რომ ვაიშა მეგობრებო, ვაიშა. მოდით ვნახოთ ერთი რა გემოაქვს და დავტესტოთ, რა გააკეთა გვანცამ. ეს ურბილესი ცომით. რაც ვიცი. ანუ იმდენი წვენია ხალხო, რომ მოდი ვნახოთ რა გამოვიდა ამ ურბილესი ცომით. დარწმუნებული ვარ, რომ შიგთავსი ძალიან გემრიელია. ხო და მოდი გადავსაზლოთ. წვენი აქვს ხალხო. რაც ვიცი. ანუ რაც არ ვიცი, არ ვიცი. მაგათაც მწვანილის გარჩევა. რაც ვიცი. აი არაფერი რო არ აკლია. ნუ მყარი ცომისგან.